დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილიდან გვიყურებთ და მადლობა რომ გვითხოვთ დროს შევეცდებით საინტერესო წარიმართოს თქვენი დილა. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გავუძღვებით დღეს ერთსულონების დილას ყველას მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. საეკლესიო კალენდრის დრო ახლა ჩვენს ეთერში. შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ეფრემ ასურს, ღირს პალადი მეუდაბნოეს, ღირს ისააკ ასურს, ღირს იაკობ დაყუდებულს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენებას, განსაკუთრებული წმინდანების სცენება და მათ შორის წმინდა ეფრემ ასურის, რომლის შესახებ გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად და სტუმარი იქნება აკეში მდებარე ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე. ჩვენ სიუჟეტში, ასევე რომელსაც დღეს ნახავთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას, მოგიყვებით ახალგაზრდა თვითნასწავლი ხელოვანის მოქანდაკე გელა ლეკიშვილის შესახებ, რომელსაც ამჯერად ჰქონდა უკვე მეოთხე პერსონალური გამოფენა. ექსპოზიცია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა. გადაცემის მსვლელობისას, როგორც გითხარით, ნახავთ სწორედ სიუჟეტს ამ თემაზე. ასევე შემოგვიერთება ეთერში სტუმრად მენტორი, მასწავლებელი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ჭუმბურიძე. ვისაუბრებთ მის ახალ წიგნზე, რომლის სახელწოდებაც გახლავთ შეუძლებელი არაფერია და მოგვითხრობს ისტორიას იმედზე, ძალასა და უფლის წყალობაზე. და კიდევ ერთი სიუჟეტი გვექნება დღევანდელ გადაცემაში. თუმანიშვილის თეატრში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია თარგმნილი პიესები თუმანიშვილის თეატრისთვის. გამოცემა მიეძღვნა ლიტერატორსა და მთარგმნელს ქალბატონ მანანა ანთაძეს, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა საღამოზე მანანა ანთაძეს ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინიციატივითა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა. ასევე მიენიჭა მწერალთა კავშირისგან ოქროს მედალი და სწორედ ამ თემაზე გვექნება სიუჟეტი. ახლა ამის პროგნოზის დროა და დაგებრუნდებით მოძღვართან ერთად.
ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით რომ გიყურებთ და გისმენთ და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე მამასაბა დელაშუდობისა დაგულოცეთ და მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისათვის. დილაშუდობის დიცოც. სხვა წმინდანებთან ერთად რომლებიც დღეს იხსენიება და კალენდარის საშუალებით მოისმინა საზოგადოებამ ასევე იხსენიება გამორჩეული წმინდანი წმინდა ეფრემ ასური. რომელსაც კარგად იცნობს მორწმუნებრეული განსაკუთრებით დიდმარხვის პერიოდში, რომლის სამზადისში ახლა იმყოფებით და ფაქტობრივად მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება ეფრემ ასურის ლოცვა. ეს არის ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი ლოცვა, ერთით ვიცნობ, თუმცა მისი მოღვაწეობა, მისი ცხოვრება ეს არის საერთოდ საკვირველი და მნიშვნელოვანი, რის გამოც წმინდა ეკლესიამ წმინდანთა დასში აიყვანა. ჩვენ დღეს გვინდა რომ სწორედ ეფრემ ასურზე ვისაუბროთ. ეფრემ ასური მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია. სოფლიო წმინდანების თანავარსკვლავედში და მინდა რომ ისი ხსენების დღე მიულოცოს სრულიად საქრისტიანოს, ამართლმადიდებლოს და კონკრეტულად საქართველოს საქრისტიანოს. განსაკუთრებით მინდა მიულოცო ყველა ეფრემს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ მღვდელმთავარს, ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ეფრემს ჩვენ სუერთებით ჩვენ ტელევიზიის სახელით ამილოცოს. ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქართველისთვის ის განსაკუთრებულად ძვირფასი და საყვარელი ადამიანია, გამორჩეული მოღვაწეა. თავისი უბრალოებით, თავისი თამდაბლობით, თავისი სიბრძნით ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაგალითის მიმცემია ჩემთვის პირადად და მინდა რომ მას კიდევ ერთხელ მიულოცო ეს დღევანდელი საოცარი დღე და შეეწიოს უფალიმის საბდელთავროს სახურებას გააძლიეროს და წყალობა არ მოაკლოს. რაც შეეხება ეფრემ ასურს, ეფრემ ასური მართლაც უდიდესი მამა გახლავთ. გამორჩეული უპირველეს ყოვლისა თავისი თამდაბლობით და უბრალოებით. ეფრემ ასურის ცხოვრებიდან ალბათ იცით თუ არა და შეგახსენებთ რომ მისი სურვილი იყო რომ ჩვეულებრივ უბრალოდ ბერად დარჩენილიყო ბოლომდე. და რაც შეეხება მის დიაკვნად კურთხევას, ეს ბასილი დიდმა თავის თავზე აიღო, ასე ვთქვათ რა და წმინდა ბასილიდიც უნდოდა რომ უფრო მეტიც მომხდარიყო მის ცხოვრებაში და მუდმივადაც ეკურთხებინა და მღვდელმთავრადაც მე, მაგრამ ეფრემ ასურმა ამაზე უარი თქვა. ბასილი დიდის ნახვა უნდოდა ძალიან ეფრემ ასურს, ხილვაში იხილა ბასილი დიდი როგორც ცეცხლში რაღაც ესეთი მანათობელი გავწყინებული და უნდოდა მისი ნახვა იხილა სასწაულებრივად მოხდა სხვათა შორის მისი რომ დააჩუქა და მოდი ერთად ვილოცოთ ბასილი მოთხრა და რომ ილოცეს აკურთხა ამ დროს დიაკვნად კურთხევის ლოცვა წაუკითხა და წამოაყენა როგორც დიაკვანი და მოდი ახლა უკვე ერექსი თქვიო და თქვა ბერძნულად პირდაპირ ბერძნული არ იცოდა პრემასო და იქიდან ეს სასწაულებრივად აი როგორც მოციქულებზე გადავიდა მადლი ენათმეტყველებისა, მათაც გადავიდა ეს მადლი და დაიწყო ბერძნულად საუბარი და მაგრამ ეს იყო და ეს და იმის შემდეგ უკვე გაურბოდა ეს ყველანაირ სამღვდელო ხარისხს და მოგვიანებით როდესაც თუ სწორად მახსოვს ედესის მღვდელმთავარი აღესრულა და კათედრა დაცარიელდა ბასილი დიდის ინიციატივა იყო მაშინაც რომ ეკურთხებინათ ედესის მღვდელმთავრად და თავი მოიგიჟიანა სალოსობა დაიწყო და რომ გააგზავნა ადამიანები ბასილიმ რომ ჩამოიყვანეთო რა ხო და იმათ მოიპოვეს აღმოაჩინეს ბაზარში რა და ბაზარში გიჟობდა რაღაცებს რა თავს იგიჟიანებდა რაღაცა დახეული დავხრეწილი დასაცმელი ეცვა გიჟივით იცინოდა რაღაცებს ამბობდა და ვერც კი მივიდნენ ვერც კი მიეახლენ იმიტომ რომ აი ვერ გაბედეს რა დაბრუნდნენ და უთხრეს ბასილიდიც რომ ესეთი ამბავი შეგვენთხო რა ჩავედით ვნახეთო და არა ნუ შეურაცხადი ადამიანი იყო ეხლა იმას თქვენ ვერ გაკადრებდით და ვერ წამოვიყვანდით თქვა ბასილიდმა უთხრა შეურაცხადი ის კი რა თქვენ ახლა ვერ მიხვდითო ვინ იყო თავი მოიგიჟიანა და სპეციალურად გააკეთა ეს რომ ყველაფერს გაქცეოდა მაგრამ ნუ ბასილიც მიხვდა რა თქმა უნდა ის განგება იყო და მე შეეშოდა ანება თავი ეფრემ ასურს მიეცა საოცარი უნარი განმარტებების. ეფრემ ასურს მინდა წერილის განმარტებები აქვს დაწერილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისი ძველი ათქმისეული განმარტებები და აი მართლაც საოცარი სიღრმე აქვს და საოცარი აი
ერთ-ერთი საუკეთესო ეგზეგეტივიც კი არსებობს და გამარტებელი ამ წინა წერილის ალბათ ერთ-ერთი სწორედ ეფრემასურიც გახლავთ. ძალიან დიდი სიღრმე აქვს მას, გამორჩეული იყო თავისი პირადი სულიერი ღვაწლით უფლის წინაშე და მოკლედ ერთ-ერთი უდიდესი მამა არის. სინანულის მოძღვარს უწოდებთ. სინანულის მოძღვარს უწოდებთ, კი და რატომ? იმიტომ რომ მას სხვა შორის აი ფსალმუნები ვითაც აქვს დაწერილი თავისი სინანულის საგალობლები როგორც დავით იმეფსალმუნეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა სწორედ ის ლოცვა რომელიც გახამახსენა რომელიც აგერ ყველიერის კვირიდან უკვე დავიწყებთ ჩვენ ამ ლოცვის საკითხვას და მთელი დიდი მარხვის განმავლობაში როგორც აი დიდი მარხვის სული ისე გაზდევს თელ მარხვას ეს ლოცვა. არადა ძალიან პატარა ლოცვაა თითქოს ტექსტი. თუმცა ჩატეულია ალბათ ყველაფერი და არ შეიძლება ამასაც არ შევეხოთ. აი თან უნდა დავიწყოთ კიდევ თქვენ ბრძანეთ და როგორც ბრძანეთ ცოტა ერთ კვირაში დაიწყება უკვე ამ ლოცვის საკითხვა და თან სწორედ ამ წმინდანის ენება ვისი ავტორობითაც ეს ლოცვა გვაქვს და ამ ლოცვაზეც ვისაუბროთ აუცილებლად. მის შინაარსზე და მის საოცარ ძალაზე. კი ბატონო. და რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ სწორედ ეს ლოცვა უნდა იყოს დიდმარხვაში? აი სწორედ იმიტომ კახა რომ აი ამ ლოცვაში არის ჩატეული აი როგორ გითხრათ რა ყველაფერი ის რაც ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებელი შეიძლება ესე თამამად ითქვას ყველაფერი არის მოთავსებული და კონცენტრირებული აი მე პატარა ლოცვაში ჯერ დიდი მარხვა რა პერიოდია დიდი მარხვა არის პერიოდი რომელსაც ყოველი მორწმუნე ქრისტიანი გულის ფანცქალით ელოდება მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველა ვიცით რომ დიდ მარხვაში ბრძოლა ძლიერდება ბოროტისა და რაღაცა განსაკუთრებული შემოტევებია ხოლმე და თუ კი რამე ექსცესები ხდება თუნდაც პოლიტიკურ დონეზე ხო თქვა ქვეყანაში მე დაკვირებული ვარ ამას არ შეიძლება ეს ხოლმე ჩემი დაკვირვება მაგრამ არ მგონია იმიტომ რომ ისაუბრია სხვეთანაც ემთხვევა ხოლმე ამ დიდ მარხვას ან შობის მარხვას აი სადღაცა ეს სულ მარხვებში ხდება რაღაცა სერიოზული კატაკლიზმები რა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც სიხარული და გულის ფანცქალით ველოდებით მორწმუნეები ამ მარხვას იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ქრისტიანისათვის. სულიერი. შეიძლება ესეც ითქვას, რომ დიდი მარხვი და დიდ მარხვამდე ცხოვრობს ქრისტიანი. და ცხოვრობს ყოველ შემთხვევაში. ნუ ყოველ შემთხვევაში უნდა ცხოვრობდეს და მე რა თქმა უნდა ამ დიდი მარხვის კულმინაცია უკვე არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანობისა ტრიუმფი, სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვება, აღდგომა და აი იმისთვის რომ სწორედ იმისთვის რომ იმ აღდგომის დღესასწაულს შევხვდეთ ისეთი შინაგანი ჯეროვანი სულიერი განწყობით როგორიც ეკადრება მას ამისთვის არის დადგენილი მთელი დიდი მარხვა თავისი მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული შემდგომ უკვე თავისი განვითარებით და განსაკუთრებულად კიდევ აი სწორედ ეს ლოცვა რომელზეც დღეს ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ ეფრემასურის სინანულის ლოცვა რატომ ეს ლოცვა აი კახა დასო შეკითხვა ხო იმიტომ რომ სინანული არის გადამრჩენელი ადამიანისა და ეს ლოცვა სწორედაც რომ აი ბევრს უკითხავს სხვა ჩვენს მორწმუნეებს რა ჩემთვის მაგალითად როგორც სულიერ მოძღვარისთვის რომ აი მამო არ შეიძლება რომ თქვა დიდი მარხვის გარდაც რომ თქვა ეს ლოცვა და როგორ შეიძლება თუ გინდა ყოველდღე თქვი იმიტომ რომ ეს მართლა ისეთი ლოცვაა რომელიც აი რა ვიცი უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრ ცოდვაზე მახვილდება, ხო? ყურადღება ამ ლოცვაში. ძირითად მნიშვნელოვან ცოდვებზე, აი ფუნდამენტურ ცოდვებზე მახვილდება, რაც არის ადამიანისთვის აი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. და როგორ არის ხე ეს ლოცვა, როგორ იწყება, ხო? საუბარი არის რაღაცა 4 ცოდვაზე, რომელსაც მე ამისი საპირისპირო 4 სათნოება მოყვება, ხო? ანუ ევედრება ეფრემასური ჯერი მათგან განთავისუფლებას და შემდეგ ეუბნება, ხოლო აი ეს სათნოებები მომეც შემეწიო უფალო რომ აი მისგან განთავისუფლდება ამები ჩავანაცვლო რა და ეს 4 სათნოება ფაქტიურად ზუსტად ის იარაღებია რომელიც იმ ცოდვებს ებრძვის ფაქტიურად რომ დავაკვირდეთ კარგად რომელიც არის ითი შეიძლება დაუკვირდეს რომელიც აქვს მე შემდეგ ეფრემასუს თავიდან მოცემული და თავი ალბათ ერთად ბრძანეთ. დიახ, ის. არა, ბრძანეთ და მივალთ იმ უხლამს. ხო, აი, უფალო და მეუფეო ცხოვრების ეჩემ ჯერ თვითონ დასაწყისია საოცარი, ხო, აი თვითონ პირველივე სიტყვებში რამხელა სიყვარულს, რამხელა მოწიწებას, რამხელა მოკრძალებას და მორჩილებას გამოხატავს ღვთისადმი. ეფრემასური რო ყოვლადწმინდა სამებას განკაცებული იესო ქრისტეს აღიარებს, როგორც მის ცხოვრების მეუფეს, ცხოვრების ეჩემისა, უფალო, ანუ ეს არის პირველი მცნება, მის შეხსენება ყოველთვის მიყვარს ხოლმე საკუთარი თავისთვის და სხვისთვისაც, რომ
უფალი გეუბნება, მე ვარ უფალი ღმერთი შენი. არა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემს ეგარეში. ადამიანების უდიდესი უმრავლესობის დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ აი ეს იერარქია გვერევა ჩვენ ღირებულებების რა და ის რაც ყველაზე მაღლა უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ღმერთი ის ხშირად არ არის და რაღაცა ჩანაცვლებულია სხვადასხვა რაღაცეებით ან ვიღაცეებით, ხო? და არადა ადამიანის ცხოვრება მაშინ მიედინება მშვიდად და ჰარმონიულად, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ღმერთს უჭირავს. და იმ პიროვნულ ცნებას ყოველთვის აღასრულებს. აი აქაც აი ამით იწყებს. უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისა, უფალო მიმართავს. მე ვიცი რომ შენ ხარ ყველაზე არსებითი, ყველაზე მნიშვნელოვანი არსება ჩემ ცხოვრებაში. შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეუფე, ჩემი ცხოვრების გამგებელი. შენ ხარ ის, ვინც უდიდესი სიყვარულით გამაჩინე, შენ ხარ ის, ვინც მე მომეცი საშუალება განღრთობისა, შენ ჩემი გულისათვის უზარმაზარი სიყვარული გამოხატე, ჯვარზე გაეკარი, მოკვდი შენ ჩემს გამო. ამიტომ მე შენ მთელი არსებით მიყვარხარ უფალო, მე შენსკენ, მე შენ გაღიარებ ჩემი ცხოვრების მეუფეს. და შენგან ველი ყოველივე კარგს. ვიცი რომ შენ შეგიძლია ჩემი ცხოვრება ისე წარმართო რომ მცხოვრდე და გადავრჩე და აი მე შენ წინაშე ვაღიარებ ეს აღსარებას ავითარებს ეფრემასურის რა. სხვა ჩვენს ეფრემასურის აღსარებას ძალიან ცნობილია და ძალიან სახელმძღვანელოა ყოველთვის. და რას ევედრება? ევედრება ჯერ პირველ რიგში განთავისუფლოს ისეთი ცოდვებისაგან როგორიც არის. სულ საუქმობისას ამბობს პირველს, ხო? მიმომწვდელობისას. ისიც რომ განვარტოთ რა. დიახ. თავრობის მოყვარებისას და ცუდად მეტყველებისას. ხო, ანუ აი მოთხ რაღაცას ჩამოთვლის, ხო? ეხლა ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ რატო შეიძლება სხვა უფრო მძიმე ცოდვებია, მაგრამ არა აი ამ მოთხ ცოდვაში რაღაცნაირად მოქცეულია და კონცენტრირებულია დანარჩენი ყველაფერი რა. ეს უქმობაზე რატო ამახვილებს ყურადღებას, იმიტომ რომ აი მე ბევრი მორწმუნესთვის მithქვამს ხოლმე რა, რომ სიზარმაცე რაც არ უნდა უწყინარად ჟღერდეს, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა უდებება სიზარმაცე დროის კარგვა, მცონარება, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ აქ ქვეყანაზე გაგვაჩნია, ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილი გვაქვს ჩვენ ამ წუთიერი ცხოვრებისთვის, იმისთვის რომ ცხონდეთ და გადავრჩეთ, ხო და მოსასწრებად გვაქვს ჩვენ საქმე სულიერად და ამიტომ არ ბრუნდება ჩვენ დინარეში ცხოვრობ და ის წყალი რომ ჩაიარა უკან აღარ დაგიბრუნდება რა და ყოველი წამის ფასი უნდა ვიცოდეთ რა და ადამიანი რომელიც უქმია, უდებია, ზარმაცია ის ფლანგავს თავის ცხოვრებას და იმასთან ერთად რომ ფლანგავს მე ის სიცარიელე ივსება უკვე ბოროტებით, იმიტომ რომ ბოროტება ყველაფერი ისაც ღმერთს არ ემსახურება და რაც ღვთისთვის არ კეთდება, რაც შენი სული საწყობლად არ კეთდება, ამიტომ ევედრება ეფრემასური რომ შემეწიე რომ აი ეს უქმი არ ვიყო მე ვიცოდე დროის ფასი მე ვიცოდე როგორ გავანაწილო ეს დრო ჩემი სული საწყობლად და ღმერთის სადიდებლად შემეწიე იმიტომ რომ უქმობას მოაქვს მე ყველანაირი ცოდვა აი ადამიანი რო არის უქმად აი რატომ არის რომ მონასტრებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ორ რამეს ლოცვას და შრომას დიახ ან უნდა ლოცულობდეს მონაზონი, ან უნდა შრომობდეს, ან უნდა ისვენებდეს. აი ეს სამი ვარიანტი, ის დასვენება არის რაღაცა დროებით, რაღაცა გამოყოფილი, გარკვეული დრო. ძალების აღსადგენად. ძალების აღსადგენად, თქვა ძილისთვის. ძირითადი საქმიანობა მონაზონისა ეს არის ლოცვა და შრომა. იმიტომ რომ მონაზონი თუ გაჩერდა და ეს ეხება რა თქმა უნდა ყველა ქრისტიანსაც. უქმად იმ უქმობის პერიოდში ეშმაკისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო არის და უბომბავს თავს 1000 მავნე სულისათვის დამაზარალებელი აზრით, რომელსაც მე ადამიანი იწყნარებს, მე მიდრეკილი არის, მოეშვება, მოდუნდება და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არ იყოს უქმი და იცოდეს დროის ფასი და მუდამ იყოს აი ამ სულიერ ღვაწლში, ღვთის წინაშე. მიმომწვლივლელობა, ეხა ეს ის ცოდვა, რომელიც ძალიან ბევრჯერ თვითონ სიტყვიერადაც არ ესმის, რაც ნიშნავს, რა ზოგი ვერც გამოთქვამს ესიერად ამას და 1000 ვარიანტი არსებობს, მოკლედ ამისია და რა არის ეს სხვადასხვანაირად განიმარტება სხვადასხვა მე რამოდენიმე ვერსია მაქვს ამისი მოსმენილი რა. მოდი შევაჯეროთ ეს ვერსია. დიახ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგენი არც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს ავსებს. რა არის ეს მიმომწვლივლელობა? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელიც აი უქმობას უკავშირდება ძალიან რა. აი ზუსტად იმ დროს ხდება ადამიანი მიმომწვლილველი, როდესაც არის უქმად. ცონარებაში როცა არის, ან რა არის მიმომწვლივლობა, რომ აი როგორ გითხრათ რა.
რომ მოედება ადამიანი რაღაცეებს მიმოხეტიალსაც ნიშნავს, ოღონდ მარტო მიმოხეტიალსაც პირდაპირ გაგებთ კი არა, კეთით რომ დაბუδιალოს, აი. თავის გონებაშიც რა, რომ აი 1000 რაღაცას რო ედება ღმერთის გარდა, რომ აი ღმერთს იყოს ჩაჭიდებული და იცოდეს რომ ერთთან არის მისი არსებობა და მისი სიცოცხლე და არა აქეთ-იქით ედება რა. ეს ერთი, მეორეც მიმოწვეულობა აი ზუსტად არ ვიცი ხა როგორი სიტყვა შეესაბამება აი რუსებს აქვთ ესეთი სიტყვა მაგალითად უნინი რომელიც არ არის მთლად სასოწარკვეთილება მაგრამ აი ამასთან დაახლოებული ეს არის ცოდვა არის რა რომ აი როდესაც ადამიანი არის რაღაცა მოწყინება ესე ითარგმნება ქართულად მაგრამ ხო მაგრამ ეს მოწყინება რაღაც ცოტა მაინც ბოლომდე ვერ გამოხატავს კიდე იმას რაც არის ეს ცოდვა აი არც მთლად ნიჰილიზმი აი რაღაცა ნარევია გესმის აი ამ ყველაფრის რა რომ აი ადამიანი რო უაზროდ რო ხარ რა რო არიცი რა რისთვის ხოვრო მე და აი აქედან მოდის მე უკვე მოაქვს ეშმაკსის რო აი შენი ეგზისტენციური აზრი გეკარგება ცხოვრებისა რა რისთვის ხოვრო აღარიცი რა რასაკეთე რისთვის ახარ ამ ქვეყანაზე და დეპრესიულობაც კი ბატონო აი ეგეს იგივე ვარიანტია ხო აი ეგეთი რა ხო და აი რაღაცა რაც აუცილებლად მოგწყვიტავს იმ მდგომარეობას რაც ჭირდება ხო და აი ამიტომ აი ეს არის ეს მიმომწვლიულობა რომელიც პირდაპირ კიდევ ერთხელ ვიტყვი გამოწვეული არის უქმობიდან აუცილებლად აი ის უქმობა იწვევს მე აი მიმომწვლიულობას რომ აი რო არიცი შენი მთავარი საფიქრელი და საკეთებელი ღმერთი რო არიცი მოედები და 1000 რაღაცას ეხეთქები და აი დიდი ალბათობით შეიძლება სწორედ აი მიმომწვლიულობის ცოდვამ მიგიყვანოს მე სასოწარკვეთამდეც რომელიც არის მე დამღუპველი ცოდვა ადამიანისთვის ხო თავრობის მოყარებისასა და ცუდად მეტყველებისას ეხლა ეს თავრობის მოყარება რა არის კარიერის კენსტრაფვა ეს თქვა ცოდვა არის შეიძლება დაისვას ესეთი შეკითხვა აი მოდი რაღაცა განვითარების კენსტრაფვა კარგია შეკითხვა კარგია რომ დამისნახე არ არის ეს ცოდვა თვით განვითარებისკენ მოწოდებული არის ადამიანი და აუცილებლად უნდა წავიდეს და აუცილებლად უნდა განვითარდეს მაგრამ და საერთოდ ზოგადად პავლე მოციქული ამბობს რომ თუ ადამიანს ეპისკოპოსობა მოუნდომებიო კაი რამე მოუნდომებიო რა იმიტომ რომ კაი განზრახო ქონია მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენს мотиваციას. რისთვის გინდა შენ ეს ყველაფერი, ხო? ის რომ შენ მაგალითად გინდა რომ იყო კარგი ქრისტიანი და სანიმუშო ქრისტიანი. ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერი არ არის, მაგრამ შენ თუ ეს ყველაფერი იმისთვის გინდა რომ სხვას თავი გადაამეტო, ეს უკვე ცუდია. ნახე, თავრების მოყარება ზუსტად ეს ცოდვა. თავრების მოყარება ეს არის განვითარების სურვილი, რომელიც შენ შინაგანად აგამაღლებს სხვა ადამიანებზე და შენ წარმოიდგენ რომ ვიღაცაზე უკეთესი ხარ. აპარტავნების ნაყოფი. ანუ აპარტავნება, პატიმოყარება, მთავრობის მოყარება, დიდების მოყარება ეს ერთი რამეა. ანუ ეს არის ცოდვა, რომელიც, სინონიმებია. სიტყვები და ამ შემთხვევაში ეფრემასური ახსენებს როგორც მთავრობის მოყარებას. რა, ანუ შენ უგენდომება რომ იყო მთავარი. ნახე უფალი რას ამბობს, გახსოვთ მისი დარიგება და სიტყვები რა, რომ ვისაც უნდა რომ იყოს პირველი, იყოს ყველას მსახური და ყველას მონა. და თვითონ მოგცა ამის მაგალითი, ხო, რომ ფეხები დაბანა. ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებს და ეუბნება კიდევაც და განმარტავს კიდევაც, რომ მე რაც გავაკეთებო, თამდაბლობის ნიმუში მოგეციტო, მე ღმერთმა. და თქვენც ესე უნდა ემსახუროთ ერთმანეთს. ნახე, ქრისტიანობის სული არის მსახურების სული. როდესაც შენ მზად ხარ სხვისთვის ემსახურებ, შენ სხვისთვის გინდა და გიღებს შენი ცხოვრება. და შენ თუ ამ განზრახვით ახარ, აუცილებლად უპირისპირდები უკვე იმ შენში არსებულ ამპარტავნებას, თავრობის მოყარებას და ამ ყველაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად შენს პატიმოყარებას მოემსახურება ის ყოველი შენი სულიერი წარმატება. და ამისაგან რომ თავი დაიზღვიო, უნდა იცოდე რომ ამას ღვთისადიდებლად აკეთებ და ადამიანის სამსახურებლად. ამიტომ ეს ფუნდამენტური ცოდვა, რომელიც არის დამღუპველი ადამიანისთვის, ამპარტავნება ხო, ეს მედიტურობა, სიამაყე, თავრობის მოყარება, დიდების მოყარება, აი ამისაგან დამეფარე უფალო, შემეწიო. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან მოდის ის ყველაფერი. ჩვენ ამდენჯერმე ვახსენეთ უკვე ეს, იმიტომ რომ თანმიმდევრულობას შემთხვევით არ ახსენებს ეფრემასური, რომ აი უქმობას
იმ სულიერ უქმობას მოაქვს მე ყველაფერი რა, იმიტომ რომ იმ უქმობის ჟამს იცლის ადამიანი ყველა ცოდვისათვის. ყველა არასწორი რაღაცა ზრახვისათვის, თორე ადამიანი როდესაც სულ შრომაშია და მით უმეტეს თუ კი მორჩილებით შრომაშია, ხო, სულიერად იქნება თუ ფიზიკურად იქნება იმ დროს ცოდვისათვის ნაკლებად ძალია რა და აი როგორც კი მოდუნდება და მოეშვება მაშინვე იცლის ყველა ცოდვისათვის. ეს გამოგვიცდია საკუთარ თავზე. ყველას. მე იმედია ყველას გამოგვიცდია. მე კი ნამდვილად და რა ვიცი მე მგონი ყველა ქრისტიანს. და მეოთხე ცოდვა. ცუდად მეტყველებ. რა ცუდად მეტყველებ? ლაღბობა, ხო? ანუ რა არის ეს უფალი ნახე რა სამბოს უფალი საოცარ სიტყვის ამბობს ეს ჩემი საყვარელი სიტყვები რომელსაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე. სიტყვათა შენთაგან გამართლდი და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო უფალი ბრძანებს. ჩვენ ძალიან ხშირად ძალიან დაუდევრად ვეკიდებით ყველა სიტყვას რომელიც ჩვენი ვაგიდან ამოდის. არადა სიტყვა უაღრესად მნიშვნელოვანია. სიტყვა თავად ღმერთია. იოანე ღვთისმეტყველი პირდაპირ უწოდებს კიდევაც უფალ სიტყვას. პირველიდან იყო სიტყვა ამბობს. სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. სიტყვით შეიქმნა მთელი სამყარო. სიტყვა არის მაცხოვრის განკაცებული ძე ღვთისას სახელი. მისი ეპითეტი. სიტყვით შეიძლება ადამიანი მოკლა, სიტყვით შეიძლება მკვდარი ადამიანი გააცოცხლა. გააჩნია შენ სიტყვას რა ძალა აქვს, ხო? ამიტომ ჩვენ ყოველ სიტყვას, რომელიც ჩვენი ვაგიდან ამოდის, უაღრესი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და უნდა დავფიქრდეთ და უნდა მე უნდა ვშვათ ეს სიტყვა, ნახეთ, სიტყვა იშვება. სიტყვას თავისი სხეული აქვს. ის იბადება და არ ყვდება არასოდეს. და ხვდება მერე წინ. ამიტომ ამბობს უფალი რომ სიტყვათა შენთაგან გამართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. მიაქცია ყურადღება ყოველ სიტყვას, რომელიც შენი პირიდან ამოდის. თუ არ გინდა რომ დაისაჯო მერე ღვთის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და რა თქმა უნდა, ეხლა სიტყვა უნდა ამოდიოდეს ადამიანის ვაგიდან ღმერთის ადიდებელი და ადამიანის სულისათვის შესაძენელი. ყველა სხვა სიტყვა, რომელიც შეიძლება ამოვიდეს, არის სწორედ აი ამ ცოდვის გამოძახილი, რომელსაც ევედრება ეფრემ ასური, რომ უქმად მეტყველებისაგან მიხსენიო უფალო. რომ შემეწიეო, რომ ტყუილად, ანუ ცუდად მეტყველება, ცუდად ძველ ქართულად ნიშნავს აი ტყუილად რა. ამაზროდ, ამაოდ. ჭორაობას რასაც ვეძახით დღევანდელ დღეს ესე იგი. კი ბატონო, ხო, ანუ რაც ცილის წამებაში ზოგჯერ გადადის და ბევრი არსებობს ბევრი გამოთქმა ქართულ სინამდვილეში სიტყვასთან და დუმილთან მიმართებაში და მე ერთ-ერთი ყველამ კარგად ვიცით ხო რომ სიტყვა ოქროაო და დუმილი ისაო დუმილი ოქროაო და სიტყვა ვერცხლი, ამიტომ ყურადღებით იყავიო რა და ის სიტყვა შეიძლება ოქრო იყოს თუ კი აი იმ დუმილის ნაყოფია და თუ კი ადამიანის საცხონებლად ამოდის ბაგიდან და იშვება, მაგრამ თხილად იყავიო, ყურადღებით იყავიო, 100 ჯერ გაზომეო და მერე გაჭერიო რა. პირზე მომდგარსა სიტყვასაგანა სულ ყველას თქმა უნდაო. დიახ, 2 წუთი დაგჭა მამასაბა და ესე კიდევ უშევდა ბევრია და სასაუბრო ლოცვის შესახებ, კონკრეტულად ამ ლოცვის შესახებ, თუმცა რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ და აი მაშინ ვეცდები რომ შეიძლება სწრაფად შევაჯამოთ. შემდეგ უკვე რა ხდება? ამის საპირისპიროდ ითხოვს მინდა ეფრემ ასური რომ ხოლო სულის სიმდაბლისა სიწმინდისა სიწმინდით იწყებს სიწმინდისა სიმდაბლისა მუთბინებისა და სიყვარულისა აი ნახეთ დავიცი ხა არ ველოდი ახლა ამას ნამდვილად და დროში შევიზღუდეთ სიწმინდე სიმდაბლე მუთბინება და სიყვარული აი ეს არის სწორედ ის 4 სათნოება რომელიც უპირისპირდება უკვე აი ამ ცოდვებს რომელიც ჩამოთვალა ეფრემ ასურმა და რისგან არიდებად სთხოვა უფალს ხო და შემეწიო რომ აი ეს სათნოებები მოვიპოვო რომ ვიცი რომ სწორედ აი ამ სათნოებით მოგემსგავსებიო შენ უფალო და შევძლებო რომ აი ეს ყველაფერი დავამარცხო რაც აქამდე ვისაუბრეო და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აი რაც არის გადამწყვეტი და გადამრჩენელი ადამიანისთვის რასაც ევედრება აი რაც არის სწორედ ლაიტ მოტივი ხო აი ჩვენ წინა კვირას ქონდა სწორედ მეზურისა და ფარისევლის კვირა ხო მომანიჭე მე განს და ითვისთა ცოდვათა და არა განკითხვაც მისე ჩემის. აი ეს არის გადამრჩენელი ფრაზა, აუცილებელი, აი ეს არის უმოკლესი გზა ცხონებისა, უფალი გეუბნება და არ განიკითხო და არც განეკითხები რა. გინდა განკითხვა, საკუთარი თავი განიკითხე, საკუთარი ცოდვები განიკითხე და გამოიკვლიე. აი ეს გადაგარჩენ შენ და სხვების მიმართ იყავი შემწყნარებელი, მოწყალე, მოსიყვარულე, თანამგრძნობი, თანამლომობი. დაინახე ცოდვაში ადამიანი თანაუგრძნე მას.
გეტკინოს მისი ტკივილი და სთხოვე ღმერთს რომ ღმერთმა გადაარჩინოს ეს ადამიანი სინანული მისცეს და საკუთარი ცოდვები გამოიკვლი და სთხოვე უფალს რომ შემეწიე ღმერთო მე შემეწიე მე ვარ გადასარჩენი მე გადამარჩინე და ჩემთან ერთად ჩემი ძმებიც გადაარჩინე აი ეს არის არსი ეფრემასურის ლოცვისა ძალიან დიდი ბოდიში რომ ვერ ჩავეტი დროში იმიტომ რომ ეს თემაა რომ ბევრი შეიძლება და ვესაუბრა ძალიან ამაზე რა დიდი მადლობა მამასაბა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის გლოვსახური დეკანოზის საბჭი კაიძე გვესაუბრება. ვაგრძელებთ გადაცემას, მოვისმინოთ ხოლმე 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა. და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას. თუმანიშვილის თეატრში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია თარგმნილი პიესები თუმანიშვილის თეატრისთვის. გამოცემა მიეძღვნა ლიტერატორსა და მთარგმნელს მანანა ანთაძეს, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა. საღამოზე მანანა ანთაძეს ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინიციატივითა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა, ასევე მიენიჭა მწერალთა კავშირისგან ოქროს მედალი. ვილოცავთ ქალბატონ მანანას იუბილეს და შეგვიძლია ვნახოთ ახლა ჩვენი სიუჟეტი. სიტყვით ადამიანებს ეკითხები შენ შესახებ. უცებ დავინახე მე როგორ მხედავენ. ეს იყო ძალიან საინტერესო. ლია სტუროა მითხრა მანანა ანთაძე, შექსპირი. ვალერი ასათიანმა თქვა მანანა ანთაძე, თეატრი, რობერტ სტუროა. ძალიან საინტერესო. ველნე ბატონო რობერტეს ორი სიტყვა, ერთი თქვით, ერთად დაწერე და ერთი სიტყვა იქნება თქვა სტუროა. აი ამან მაიძულა მეფიქრა, მე თვითონ რას ვფიქრობ ჩემ თავზე. ასე რომ ჩემი პორტრეტი, ჩემი თვალით არის ბუნებრივი და მზესთან დაკავშირებული. მრავალი წლის გასვლის შემდეგ დეტალურად იხსენებს პირველ პიესას, პირველ ემოციას და დღეს, როდესაც თავისი ცხოვრება თუმანიშვილის თეატრს დაუკავშირა. წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პიესების მთარგმნელისა და ლიტერატორის მანანა ანთაძის დაბადებიდან 80 წელი გავიდა. თუმანიშვილის თეატრმა საიუბილეო წელს ახალი წიგნი მიუძღვნა. სიმბოლურად ორტომეულის წარდგინება თეატრის დამაარსებლის და მანანა ანთაძის დიდი მეგობრის, თავად მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს 6 თებერვალს გაიმართა. დღეს ძალიან დიდი დღეა თუმანიშვილის თეატრში, იმიტომ რომ ეს არის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღე. დღე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. და ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გავლილ ცხოვრებას და იმ გზას, რომელიც მასთან ერთად და მის შემდეგ გავიარეთ. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა არის დღეს თეატრში. ვანო ხუციშვილი, რომელიც ცდილობს, რომ არც ერთი დეტალი თუმანიშვილისეული არ გამორჩეს ყურადღების გარეშე. ცდილობს, რომ იყოს საინტერესო ცხოვრება, რომ მაყურებელი მოსული წავიდეს კმაყოფილი და ბედნიერი, რომ იყოს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ეკადრება მიხეილ თუმანიშვილს. ჩემთვის განსაკუთრებული დღე არის, იმიტომ რომ მე თეატრმა დამიბეჭდა ჩემს მიერ თარგმნილი პიესები ამ თეატრისთვის. ორ ტომად, წარმოგიდგენიათ ეს იმდენი ვიტირე ამ საღამოს. ეს იყო ძალიან ემოციური. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს არის მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილე
და მთელი წელი არის საიუბილეო წელი და დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი პროექტის წარდგენა დღევანდელ დღეს, რომელიც არის და მოიცავს ქალბატონი მანანა ანთაძის თარგმანები თუმანიშვილის თეატრისთვის. პიესები, რომლებიც მან თარგმნა უშუალოდ თუმანიშვილის თეატრისთვის და გავაკეთეთ თეატრალურ უნივერსიტეტთან ერთად ეს პროექტი და გამოვიდა ორტომეული და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პიესებია შესული ამ კრებულში და ხვალინდელი დღიდან უკვე შეიძლება მკითხველს, რეჟისორებს, ლიტერატორებს გაეცნოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარგმანები არის. ეს თარგმანები განხორციელებული არის უკვე სპექტაკლებად, ასე ვთქვათ, თუმანიშვილის თეატრში. მანანა ანთაძისადმი მიძღვნილ წიგნში თავმოყრილია თეატრის მრავალწლიანი, შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის შედეგები და თარგმნილი პიესები. წიგნის ბეჭდური ვერსია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა კენტავრის ორგანიზებით გამოიცა. დაბეჭდვისა და დიზაინის სამუშაოებზე კი თავად კინომსახიობთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა იზრუნა. ღონისძიებას მსახიობები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ორი თარიღი არის, ორ თარიღს აღნიშნავთ დღეს ჩვენთან თეატრში, მაგრამ დღევანდელ დღეს თუმანიშვილის 105 წლის იუბილეა. ეს არის რაღაცნაირი ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი, როდესაც იცი, რომ ესეთი საუკუნოვანი მოვლენა, ესეთი დიდი ფიგურა და ამ დროს აქ შენთან ერთად, როგორც შენი მეგობარი, როგორც შენი ტოლი დადიოდა, იმასთან მეგობრობდით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვსეირნობდით რაღაცა და უცებ 105 წლის მიხეილ თუმანიშვილი. რაღაცა ეს მეც თითქოს და ჩვენ ყველას ალბათ, ვინც ჩემნაირად ის მიმართ ესეთი ურთიერთობა ქონდა, ალბათ რაღაცა პასუხისგებლობასაც გმატებს. მადლობა ღმერთს, რომ მე იმ დროს დავიბადე, როცა ის მოღვაწეობდა და რომ მქონდა ამის ბედნიერება, რომ მასთან ერთად ამ კედლებში მეარსება მესუნთქა და მის სპექტაკლებში მეთამაშა. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან გამიმართლა მე. და კიდევ დღეს მეორე თარიღია ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის, ჩვენი თეატრის სულის და გულის ქალბატონი მანანა ანთაძის საიუბილეო თარიღსაც დღეს ვზეიმობთ და ესეც არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ თუმანიშვილის და ჩვენი მანანა ანთაძის შემოქმედებითი ცხოვრებაც ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს და იმდენად დიდი საძირკველი გააკეთა ამ თეატრისთვის და ჩვენი თეატრის არსებობისთვის, რომ არ არის ალბათ შემთხვევითი და ძალიან სიმბოლურიც არის, რომ დღეს აღნიშნავთ მანანას 80 წლის იუბილეს, რაც ასევე დაუჯერებელია, იმიტომ რომ თუ შევხედავთ როგორი სიხალისი აქვს, როგორი ოპტიმიზმით და როგორი დიდი იუმორით და კისკისით დაიარება ამ ქვეყანაზე ჩვენი მანანა, დაუჯერებელია ეს წლები, პირდაპირ ეს თარიღი ცოტა შეუთავსებელიც კი არის მასთან. ხელოვანი საქართველოს მწერალთა კავშირმა ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დააჯილდოვა. ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინიციატივითა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით თარგმნელსა და ლიტერატორს მანანა ანთაძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა. ულოცავთ ქალბატონ მანანას და ჩვენ ახლა კიდევ ერთ წიგზე ვისაუბროთ, ჩვენ გარკვეულწილად თქვენს საუბარი წიგზე და ქალბატონი მანანას საქმიანობაზე და ჩვენს ვაგრძელებთ ახლა წიგზე და მის ავტორზე საუბარს. წიგნის სახელწოდებით შეუძლებელი არაფერია, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას იმედზე,
ძალასა და უფლის სწავლობაზე და თემაზე სასაუბრო ჩემო გვერდთან მენტორი, მასწავლებელი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ჭუმბურიძე. დილამშვიდობის. მადლობა სტუმრობისათვის. აი წიგნი, რომელიც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მასზე და თქვენ წარმოგვიდგინეთ. ზოგადად გითხარით, რას ეხება ეს წიგნი? იდეა როდის გაგიჩნდა და რამ განაპირობა რომ ეს წიგნი გამოგეცა? თქვენი პირველი ნაწარმოები, ასე ვთქვათ, პირველი წიგნია თქვენი, ხო? და გვაინტერესებს, წარგვიდგინეთ რაზეა წიგნი და როგორც კიდევ აღნიშნე, გავიმეორებ, რამ გადაგაწყვეტინეთ, რომ წიგნის სახით გამოგეცათ? კი ბატონო, დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ტელევიზიაში სტუმრობა და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება წიგნს, შეუძლებელი არაფერია. ეს არის ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით გარეგნულად ვერაფერს ახერხებს, მაგრამ მის გულში, მის გონებაში ტრიალებს საოცარი სამყარო, უფლის მადლით და სიყვარულით გაჯერებული. და ჩვენ მასწავლებლებს ალბათ პირველ რიგში ის გვევალება, რომ დავინახოთ და აღმოვაჩინოთ ხოლმე ადამიანებში მათი შინაგანი ძალა და ვფიქრობ, ეს წიგნი აჩვენებს სწორედ ამას, რომ რაც ხშირად ერთი შეხედვით გარედან არ ჩანს, ჩვენი ვალია რომ დავინახოთ და მივცეთ საშუალება რომ გამოავლინოს ყველა ის შესაძლებლობა რაც მას გააჩნია. ეს ბიჭი არის მოსწავლე რომელსაც თქვენ ასწავლით თუ საიდან იცნობთ თუ კონკრეტულ პერსონაჟია საუბარი მნიშვნელოვანი შეიძლება უბრალოდ წარმოსახვით არის ეს ბიჭი გმირი წიგნის. დიახ. მართლა რეალურ პერსონაჟია წიგნი დაწერილი. წიგნი რეალურ პერსონაჟზეა დაწერილი, მაგრამ რა თქმა უნდა მხატვრული ელემენტები არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე პერსონაჟის გაერთიანებაც შეიძლება მოვიაზროთ და სხვადასხვა სკოლის თუ კლასის კონკრეტული შემთხვევებია გაერთიანებული. ანუ ერთი ბიჭის, ანუ ლაზარეს ისტორია არის. ძირითადად ერთი ხაზია ლაზარეს ისტორია, კი ბატონო. რა თქმა უნდა სახელიც არ არის. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ ბრძანდებით ინკლუზიური განათლება, სალკი განათლება, ამ პროფესიით როდის დაინტერესდით, იყო თუ არა თავიდანვე, იმიტომ რომ განათლებაც გაქვთ მიღებული სასულიერო, ხო, ასე ვთქვი, ასე ვიცი. დიახ, დავამთავრე თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი და ვფიქრობ, რომ ალბათ პატრიარქთან ხშირი ურთიერთობით და იმ გარემოთი, რაც აკადემიაში იყო, როცა პატრიარქი იყო რექტორი და როცა ის მობრძანდებოდა ჩვენთან ერთად და ორშაბათობით გქონდა შეხვედრები და მე მქონდა პატივი, რომ მისი დავალებები შემესრულებინა თემებს გვაძლევდა, რომელიც საკმაოდ დასაფიქრებელი იყო მაშინ და ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის დიდი გამოცდილება იყო პირადად პატრიარქთან წამიკითხავს და მას შეუსწორებია ან შეფასება გაუკეთებია ჩემი თემების და ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი საფუძველია იმისა, რამაც შემდეგ ჩემი ცხოვრება განსაზღვრა და განაპირობა ის მიმართულება, რა მიმართულებითაც წავედი. რაც შეეხება ინკლუზიური განათლების კუთხით, როგორც განათლებას, ისე გამოცდილებას, სიმართლე გითხრათ, როცა პირველად მქონდა შეხება ეს იყო დაახლოებით 15-14 წლის წინ. მაშინ არც საზოგადოების ცნობიერება იყო იმდენად ამაღლებული, როგორც დღეს არის და ჩვენი მასწავლებლების კომპეტენციაც არ იყო ისეთი, რომ ჩვენ აღმოგვეჩინა ეს ადამიანები და გქონოდა ცოდნა თუნდაც ან გამოცდილება, რომ სწორად დაგვეგეგმა მათთან საგაკვეთილო პროცესი. და როცა პირველად შევედი საკლასო ოთახში, სადაც 28 ერთნაირი მერხის გვერდით ერთი განსხვავებული მაგიდა და სკამი იყო, სიმართლე გითხრათ, რომ შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, არ ვიცოდი როგორ უნდა მემოქმედა ბავშვთან, რომელსაც ჯერ არც ვიცნობდი და აი ეს შიში, რომელიც მე დავძლიე და რაში ძალიან დამეხმარა თუნდაც ის რწმენა, იმედი უფლის, რომ ძალას მომცემდა და თავად ბავშვი და მისი ოჯახიც მინდოდა, რომ სხვა პედაგოგებისთვისაც ყოფილიყო მაგალითი და დარწმუნებული ვარ, მათაც აქვთ ეს შიშები და მათაც შეძლონ, რომ სხვა ოპტიმიზმით შეხედონ ასეთ ბავშვებს და არ იფიქრონ, რომ მაინც ვერაფერს შეძლებენ და დაინახონ ბავშვების თვალებში იმაზე მეტი, ვიდრე მათ სიტყვით შეუძლიათ რომ გადმოსცენ. რეალურად ლაზარე ვერ მეტყველებდა საერთოდ ვერც ერთ სიტყვას ვერ ამბობდა, მაგრამ დღეს საუბრობს, მინდა გითხრათ, რომ რეალურად მოხდა ის, რაც აქ არის, დადის და ვფიქრობ, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ოჯახის დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ მაზიარებელი იყო, დედა მუდამ დაატარებდა ლაზარეს ტაძარში და ვფიქრობ, რომ მისი ეს თავი
თავდადებაც აისახა რა აქ მხოლოდ მასწავლებლის როლი არ არის. ნათია, თქვენს მიდგომებზე და აი კონცეფციაზე, რასაც ეფუძნება ინკლუზიური მიმართულებით თქვენი მუშაობა, ამაზეც რომ გვესაუბროთ, ბუნებრივია ალბათ ამ წიგნშიც არის ეს ყველაფერი ასახული, ლაზარეს ისტორია მოიცავს ალბათ ამ ყველაფერს და აი რომ მოგვიყვეთ, ვიცით რომ ასევე თქვენ შექმნით ონლაინ პლატფორმა, სადაც ეს მიდგომები არის გაერთიანებული და რამდენად თქვათ შესაძლებელია ამით სარგებლობა, ამაზეც რომ მოგვითხრათ რამდენიმე სიტყვა. კი ბატონო, წიგნში მოცემული ამბები და მათ შორის გაკვეთილები ან კლასგარეში აქტივობები ან არაფორმალური განათლება, რომელი მიმართულებითაც მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა მხატვრულად, მაგრამ ფაქტიურად არის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ მსგავსად დაგეგმონ გაკვეთილი ან ღონისძიება, ან უბრალოდ ინსპირაცია იყოს მათთვის და მოარგონ ის თავიანთ მოსწავლეებს, იმიტომ რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ხასიათდება განსხვავებული მახასიათებლებით და შესაბამისად ამ მოცემულობიდან გამომდინარე მათაც შეუძლიათ რომ დაგეგმონ და წარმატებით განახორციელონ შემდეგ ეს თავიანთ კლასებში ან საგაკვეთილო პროცესში. რაც შეეხება მასალებს, მე მაქვს ბლოგი დიახ და ეს საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და იქ არის გამოქვეყნებული სტატიებიც მათ შორის, რომელიც გამოქვეყნებულია ონლაინ პლატფორმა მასწავლებელი G-ზე და ასევე კარიბჭეში გამოქვეყნებული ჩემი ელექტრონული ჟურნალ კარიბჭეს გულისხმობთ. ჟურნალ კარიბჭეს, როდესაც გამოიცემოდა, ანუ ონლაინ პლატფორმაზე მაქვს წარმოდგენილი ძირითადად პედაგოგიური მიმართულებით ჩემი გამოცდილება, მაგრამ აი საღვთისმეტყველო და ხელოვნებაცოდნეობის მიმართულებით ბეჭდავდი კარიბჭეში წლების წინ. და კიდევ ერთი პლატფორმა არის ლიტერატურული კლუბი, ხო? დიახ, ეს არის კლუბი, სადაც ხვდები ბავშვებს და ვსაუბრობ წიგნებზე, თანამედროვე ლიტერატურაზე, ბავშვებისთვის გასაგები ენითა და იმ აქტივობებით, რაც თანამედროვე ბავშვისთვის საინტერესოა. მაშინ როცა მე ვიყავი მოზარდი, ვფიქრობ არც ისე ხელმისაწვდომი იყო ასაკობრივი მხატვრული ლიტერატურა და ჩვენ ქართული ზღაპრებიდან გადავდიოდით პეპი გრძელი წინდაზე პირველივე კლასიდან, რაც საკმაოდ რთული იყო პატარა ბავშვისთვის და დღეს ბევრი ქართველი მწერალი, საბავშვო მწერალი მათ არაერთ ნაწარმოებს ქმნის და უამრავი თარგმანია ასევე, რომელიც მორგებულია ბავშვების ასაკობრივ მახასიათებლებზე და მათთან ერთად განვიხილავ, ვკითხულობ, მსჯელობთ, გამოვკვეთ პრობლემებს და პრობლემების გადაჭრის გზებს და ხშირად ისინი ამ ყველაფერს აკავშირებენ თავიანთ ცხოვრებასთან და ვფიქრობ, რომ ეხმარებათ სწორად წარმართონ თავიანთი მომავალი. შეგიძლიათ რამდენიმე სიუჟეტი ან რამდენიმე ამბავი გითხრათ, რაც იქშია მოცემული და თქვენი აზრით, თქვენი შეფასებით, საერთოდ არის თუ არა ერთ-ერთი მიზანი ამ წიგნის, რომ ვინცაც ყავს ესეთი ოჯახის წევრი ან ფიქრობს, როგორ შეიძლება თვითონ ჩაერთოს, მათ დაეხმაროს. იმ გამოცდილებით, რაც თქვენ უკვე დააგროვეთ. კი ბატონო, მე რაღაცა აღნიშნავ, მინდა გავიმეორო, რომ პერსონაჟის ოჯახი, დედა და ბებია განსაკუთრებით ვისთანაც მქონდა მე შეხება, ძალიან ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და ისინი განსხვავებულად უდგებოდნენ ამ საკითხს და არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მასწავლებელი ესაუბრება ბებოს და უნდა უთხრას, რომ ესმის უთანაგრძნობს გარკვეულწილად და ბებო პასუხობს, რომ ლაზარეს დაბადებამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ და ეს მასწავლებლისთვისაც ცოტა მოულოდნელია და გაუგებარია, დიახ, ზუსტად ასია და ვერ ხვდება, თუმცა გავაწლები და მასწავლებელიც მიხვდება და ის საზოგადოებაც, სადაც უწევდა ლაზარეს სწავლა. აი ასეთი დამოკიდებულებით ვფიქრობ, რომ ადამიანები უფალსაც პოულობენ, მათ შორის მასწავლებლებიც, რომლებიც თავიდან შეიძლება საერთოდაც არ ფიქრობდნენ ამაზე. რაც შეეხება ოჯახებს, ვის ოჯახებშიც არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე, ამ წიგნით ვეუბნები, რომ ისინი რაღაცით შეზღუდული კი არ არიან პირიქით, მათ სულში და მათ გულში, მათ გონებაში იმაზე ბევრი რამ არის ჩადებული, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვებში, უბრალოდ ეს უნდა დავინახოთ. შეიძლება ცოტა წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ისინი თვალებით საუბრობენ და ხშირად იმაზე მეც ამბობენ, ვიდრე ადამიანებს შეუძლიათ მეტყველება. და მე როცა ეს დავინახე და აღმოვაჩინე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდა ყველა ადამიანს, მასწავლებელს და ზოგადად ოჯახებს მოვუწოდო, რომ ცოტა ღრმად
სად მიუდგნენ ამ საკითხს და ზედაპირული მარტო ის რაც გარედან ჩანს ხშირად არ არის ხოლმე განსაზღვრელი და აღმოაჩინონ მათში ჩამალული ნიჭი. დიახ. ნათია, თქვენ ხართ დაწყებითი საფეხურის პედაგოგი, ხო? და ორ საჯარო სკოლაში ასწავლით. აი ეს წიგნიც და ზოგადად თქვენი მიდგომები არა მხოლოდ ალბათ იმ ადამიანებისთვის არის საჭირო და აუცილებელი და ვთქვათ საინტერესო, ვისაც სჭირდება განსაკუთრებული საგანმანათლებლო ესე იგი მიწოდება ესეთი მსგავსი ტიპის განათლების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის აი კლასელებისთვის ასეთი ბავშვების, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ არ აქვს ბავშვებს ემპათია, რაღაც მიმღებლობა არ აქვს, აზიანებენ თავიანთი რაღაც ემოციით შეიძლება სიტყვით და აი ამ კუთხით თუ მუშაობთ და როგორ მუშაობთ, როგორი არის თქვენი მიდგომა, ესეც საინტერესოა. დიდი მადლობა ასეთი კითხვისთვის. ამ მიმართულებითაც მაქვს წიგნში წარმოდგენილი ეპიზოდი, როდესაც მშობელი ითხოვს, რომ გადაიყვანონ და დირექტორი ესაუბრება მასწავლებლებს, მშობელი ითხოვს, რომ გადაიყვანოს ეს ბავშვი კლასიდან, რადგან მისი შვილი ითრგუნება. და მართა მასწავლებელი აღშფოთდება ამის გამო, ისევე როგორც მეც მსგავსი ემოცია მაქვს, რა თქმა უნდა ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლება მიიღოს განათლება ყოველგვარი გამონაკლისის, დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და ზოგადად განათლების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული საკითხია. ეს არც განიხილება. რაც შეეხება ემპათიას და თანაგრძნობას, ვერ წარმოიდგენთ როგორ იცვლებიან ბავშვები ასეთ ბავშვებთან ურთიერთობით, ტიპური განვითარების აი ესეთი ტერმინებით რომ ვისაუბროთ. ისინი იწყებენ მათ დანახვას და ზოგჯერ მასწავლებლებზე უკეთ ამჩნევენ ხოლმე მათ გულში ჩამალულ მადლს და სიყვარულს და ნიჭებს, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს, ტიპური განვითარების ადამიანს არ ჰქონდეს. როდესაც ისინი ხედავდნენ როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან ან როგორი ურთიერთობა მაქვს, ამითაც სწავლობენ და ვფიქრობ, რომ სამყაროს სხვანაირი თვალით აღიქვამენ, მიმღებლობა იზრდება განსხვავებული ადამიანის და აქ არ არის მხოლოდ შეზღუდვებზე საუბარი, შეიძლება ხასიათით ან ბუნებით, ან მისწრაფებებით, ან ინტერესებით იყოს ადამიანი განსხვავებული და მისი მიმღებლობა თანამედროვე ბავშვს არ აქვს ნაკლებად აქვთ ეს უნარი განვითარებული და განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი დღეს, რომ ბავშვებმა დაინახონ, როგორი მრავალფეროვანია სამყარო მათ ირგვლივ და ეს ყველაფერი დაბრკოლება კი არ არის, შეფერხება კი არ არის, ან კი არ უნდა გავრიყოთ, პირიქით მივიღოთ და მათთან ერთად თანაცხოვრებით ჩვენ მივიღოთ სიამოვნება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. მაგრამ როგორ აუხსნათ ეს შვილებს ესეც? აი ჩვენ შვილებს როგორ აუხსნათ? ალბათ მაგალითით, ყველაზე კარგი მამა ჩემი ამბობდა, რომ რაც არ უნდა ვასწავლოთ ჩემ შვილს, ალბათ ყველაზე მეტად ისი მაგალითით ჩემი ცხოვრებით და მაგალითით ისწავლისო და ალბათ ასია პედაგოგიკაში. ესეთი ილუსტრაცია პირველ გვერდზე ეტლი, მოზარდი და გზა ტაძრისკენ. დიახ. და გასაგებია ყველაფერს გადმოსცემს ეს ნახატი, რასაც გულისხმობს, ასევე ახსენეთ მშობლების და ბებიის შემთხვევა, როდესაც ძალიან მორწმუნეები იყვნენ და საჩუქარიც მიიღეს ღვთისგან ამ კუთხით და ისინი ხედავდნენ ამ შემთხვევაში გზას ღვთისაკენ და ესეც არის. გაქვთ თუ არა აი ამ თემაზე საუბარი მოზარდებთან, ბავშვებთან, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზია, ხო? ვერ დააძალებო, აუხსნა, არ უნდა იყოს რაღაც ალტერნატივითი, რომ ყველაფერი საჭიროა, სკოლა, მედიცინა, ასე შემდეგ, მაგრამ გვერდის გარეშე შეუძლებელია რამის გადაჭრა და თქვენ შეხვდები რომ ამაზე დიდად არის საუბარი. პირველია ესე იგი გარეკანიდან. დიახ, გარეკანს რაც შეეხება, როდესაც მეუღლემ წაიკითხა ეს წიგნი, გაუჩნდა სურვილი რომ გარეკანის დიზაინის მხატვარი ყოფილიყო და მისი ნახატია, მეუღლია მხატვარი კი. ასე დაინახა მან ის რაც წიგნშია, ხო, გზა უფლისაკენ და ღმერთით ყველაფერი შესაძლებელია და შეუძლებელი არაფერია. მადლობა მეუღლეს ასეთი ნახატისთვის. რაც შეეხება სწავლებას, ცოტა სენსიტიური თემაა და ძალიან ფაქიზია, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ჩვენ არ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ სხვადასხვა აქტივობებით, მაგალითად არაფორმალური განათლების კუთხით, ექსკურსიებით, როდესაც ჩვენ მივდივართ ტაძარში, მოსალოცად, დიახ და როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, რა თქმა
უნდა ასეც შევისწავლით, მაგრამ ამასთანავე მეტწილად მაინც ხდება მოზარდების პატარების გონებაში დალექვა და დათესვა მარცვლის, რომელიც შემდეგ აუცილებლად გაღვივდება და კეთილნაყოფს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე არც ერთი გაკვეთილი ალბათ არ იქნება სრულყოფილი. და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ჩვენი დრო მოიწურა, სად შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს თქვენი წიგნი ვინმეს რო დაინტერესოს? კი ბატონო, ჯერ დიდი ტირაჟი არ გქონდა, მცირე რაოდენობით დაიბეჭდა და ონლაინ არის შესაძლებელი საიტი არსებობს წიგნის, შეუძლებელი არაფერია და შეუძლია დაინტერესებულ მკითხველს გაეცნოს, შეიძინოს და გაგვიზიაროს შემდეგ ემოციები. მადლობა და გისურვებთ წარმატებას. მენტორი, მასწავლებელი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ჭუმბურიძე გვესაუბრებდა წიგნზე, რომელიც მისი ავტორობით გამოიცა. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდით. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნახვამდის. დროებით.